დედამიწის ზურგზე ჩვენზე უკეთესი მანდილოსნები არავის ნახავს. აბა გავიხსენოთ შუშანიკიდან დაწყებული ქეთევანდელ უფალ ერთადერთი თხოვნა სიკვდილის წინო სიშიშით ვარ გამაწვილი. 9 ხერხემლეთის და შვილის დედა. რაც მან გააჩნდა, ცხრა ყველაფერს ზვარაკაც წილავს ქრისტეს და სამშობლოს. 100,000 მოწამეთა შორის ნახევარი ხო ხალი იქნებოდა. ის ქართველი დედები რამდენი ჩამოვთვალო. აი ნიკოლოზ ბარათაშვილი ამბობს თავის შესაძლებელი სიტყვებს უდასტო. ой დედანო მარად ნეტარნო ურთხევა თქვენთან სასოვარნო რა იქნებოდა რომ ჩვენთან დედა სულიცად თქვენი გამოხმოვოდა რა იქნებოდა რომ სულიცად ჩვენი წინაპრები ჩვენი დედების თამარის ქეთევანის და იმ დედების იმ ცხონებული დედების და მენელსაცნებლე დედების ტოლფასი დედების მარტი გამოხმოვოდა დღევანდელ დედებსაც ზოგიერთთან მაქვს რა თქმა უნდა ეს პრობლემა რომლებიც დადიან და ჯვარს აგინებენ ეკლესიას აგინებენ და ყველაფერი შეგინებული აქვს საკუთარი და სვისი. მაგრამ თქვენ ეს არ გეხებათ, თქვენ ის დედები ხართ, რომელსაც იყვართ ღმერთი, განიცდით თქვენს ცოდვებს, აღიარეთ, გინანიეთ, მეზიარებით და დარწმუნებული იყავით, რომ როგორც პეტრე მოციქული არ უგეშა, ის ღმერთმა აი მსგავს უგეშს მიიღებთ თქვენ სინამდვილის შემთხვევაში. ღმერთმა დააგროვოს თქვენად ასაკუთრებულ ქართველ ქალებს ვინდა დევანებული მოუღწო. ჩემს მეუღლეს, ჩემს შვილებს როგორც უოცა ისეთი და მობილოცოთ ყველა დღეს თქვენი დღეა. დღეს თქვენ უნდა უყვარდეთ, თქვენ დღეს თქვენ უნდა მოგეფეროთ, უნდა ჩაგეხუტოთ, უნდა მიამაყოთ თქვენი თქმით რომ თქვენ ქართველი დედები ხართ და თქვენ თამარისა და ქეთევანის შთამომავლები ხართ. ღმერთმა დააგროვოს, გაგახაროთ და გაგაზიაროთ. ქრისტე არ დგა. ქრისტე არ დგა. ქრისტე არ დგა.